მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ჰერცოგა და ეს არის ჩემი პირველი ვიდეო გაკვეთილი. მე დღეს აგიხსნით როგორ ჩავიწეროთ კომპიუტერში Android-ის ან თუნდაც iPhone-ის თამაშები. და მე აგიხსნით დღეს როგორ გავმოვწეროთ NBA Live Mobile პირველ რიგში, რადგან ბევრი მთხოვდა რომ ბევრი მეკითხება და რომ როგორ ჩავიწერე კომპიუტერში NBA Live. და მოდით დავიწყოთ. პირველ რიგში გადმოვიწეროთ BlueStack-ი. BlueStacks.com-დან და შემდეგ იქ უნდა ჩავუწეროთ პროგრამა, მას განახილეთ ეხლავე, BlueStacks ჩაწერის შემდეგ შევდივართ BlueStacks.com-ზე. შემდეგ ვაწვევით downloads, ეხლავე გაიხსნება. ვაწვევით download BlueStacks. შემდეგ იქნება ჩვეულებრივი zip ფაილი. იმას დავაინსტალირებთ. შემდეგ უნდა გავიაროთ ავტორიზაცია ჩვენი Gmail-ით და ამის შემდეგ ესე ამოაგდებს, რა თქმა უნდა ეს თამაშები არ იქნება ჩაწერილი. შემდეგ ბრაუზერში შევდივართ. ბრაუზერში და ბრაუზერში ვეძებთ aptoide.com-ს. Aptoide არის პროგრამა, რომლიდან შეგვიძლია ჩავწეროთ Android-ის და ასევე iPhone-ის თამაშები. მოდით ახლა შევიდეთ aptoide.com-ზე. საიტის BlueStacks.com-ის BlueStacks-ის ლინკი იქნება აღწერაში, რა თქმა უნდა. აქ რაქნა შევიდეთ aptoide.com-ზე და გადმოვიწეროთ aptoide. დავაწვევით აქ download now-ს და შემდეგ აქ გამოაგდებს aptoide-ის ჩაწერას. შემდეგ როგორც დასრულდება ჩაწერა, თქვენ ამოგდებთ ინსტალირებას, რასაც უნდა მიყვეთ, ჩვეულებრივად უნდა დაინსტალიროთ, შემდეგ შეხვალთ aptoide-ში და ჩვეულებრივად როგორც Play Store-დან გამოწვევთ ჩვეულებრივად თამაშებს. ეს იქნება Clash Royale, Clash of Clans ან თუნდაც NBA Live Mobile. იმედია აგიხსენით, იმედია მიხვდით. მე იმედია გამოგადგებათ ეს ვიდეო გაკვეთილი და რავი, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და თუ გამოგადგათ, რა თქმა უნდა, დაალაიქეთ, თუ არ მოგეწონათ ვიდეო, დაადისლაიქეთ და თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ნახვამდის, სულ ეს.